ეს ჩემი ქმარია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი მანქანა შეუძლებელს შეძლებს და ტალახებულ გზაზე უპრობლემო დავა ბატეთის ტბამდე. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი მოგიყვებით, როგორ დაიწყო ყველაფერი. ჯერ მოვინახულეთ ულამაზესი ყინწვისის მონასტერი, მე-12-13 საუკუნის ტაძარი, რომლის კედლებზეც საოცარი ფრესკებია შემორჩენილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თამარ მეფის, გიორგი მესამის და ლაშა გიორგის უნიკალური ფრესკა. აქედან გზა ბატეთის ტბისკენ გავაგრძელეთ, რომელიც დაახლოებით 30 წუთის სავალზე იყო. ადგილზე მისულებს ადგილობრივმა გვითხრეს, რომ ჩვენი მანქანით გაგუჭირდებოდა ასვლა, თუმცა მაინც გადაუწყვიტეთ გვეცადა. გარკვეული მონაკვეთი უპრობლემოდ გავიარეთ, მაგრამ როცა გზა უფრო რთული გახდა, მეცადე ოჯახი დამერწმუნებინა, რომ ფეხით გაგვეგრძელებინა გზა, მაგრამ ვინ მომისმინა. ბევრი წვალების და მცდელობის შემდეგ საბოლოოდ მაინც ტალახში ჩავრჩით და გზა ფეხით გავაგრძელეთ. დაბრკოლებების მიუხედავად კისრამდე ტალახიანებმა მაინც მივაღწიეთ ტბამდე. და თითქოს ბუნებამაც თავისი სიტყვა თქვა. ჯერ თავს მაწვიმა წამოვიდა, შემდეგ კი სეტყვაც დაგვატეხა თავს. მოკლედ, ძლივს ჩამოვედით უკან, მაგრამ ერთი რამ ზუსტად გავიგეთ. ზოგჯერ გზა ბევრად უფრო დიდი თავგადასავალი